მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკოს შემდეგი ეპიზოდი და დღეს ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოთამაშეზე მსოფლიოში და ისეთ საინტერესო ქვეყანაზე, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ოკულტიზმის, ფილოსოფიის, პოლიტიკური თეორიების, ზოგადად ძალიან ბევრი რაღაც სამეცნიერო, ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტი ამ შემთხვევაში ჭადრაკი მაქვს მხედველობაში, სამშობლოდ, ეს არის ინდოეთი. სივრცე, ეგზოტიკური სივრცე, მათ შორის როგორც ქართველებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის და საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის მატარებელი რეგიონი მსოფლიოში, რომელსაც დღეს განიხილავენ ჩინეთის ერთადერთ შემკავებელ გეოპოლიტიკურ სივრცეთ. ზოგადად ინდოეთი საინტერესოა თავისი მსოფლმხედველობით, ის ეთნიკური და კულტურული ხალიჩა მრავალ ასე იგი წახრაგიანი ხალიჩა, რომელსაც წარმოადგენს ინდოეთი, აქ არის საკმაოდ ბევრი რელიგიური ჯგუფი, მათ შორის ეთნიკური, სუბეთნიკური ჯგუფები, საკმაოდ საინტერესო იდეოლოგიას აყალიბებს, მაგალითად ინდოეთი არასდროს ყოფილა რაღაცა მკვეთრად გამოხატული რელიგიური ფუნდამენტალური შეხედულებების პოლიტიკური სივრცე, აქ საზოგადოებრივი შეხედულება და ზოგადად ეს ინდური ადგილობრივი იდეოლოგია ნაკლებად იყო მიმართული რაღაც ფანატიკური მსოფლმხედველობისაკენ, პირიქით ესეთი ნარატივიც კი არსებობდა, რომ მტრობა და ბატონობა, ანუ საუბარია უცხოელ დამპყრობებელზე, ეს არის დროში გაწერილი პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი დამთავრდება, რაც მეტნაკლებად ინდოეთის ისტორიას ასახავს კიდევაც. ინდოელები მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ერი და მრავალი სხვა დიდი პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობდნენ მისი ტერიტორიების ოკუპაციას და ექსპანსიას, ინდოელები წინააღმდეგობასთან ერთად ასევე აქტიურად ცდილობდნენ, რომ აითვისებინათ მათი კულტურული ნიშან-თვისებები და რაღაცნაირად მოეხდინათ ტრანსფორმაცია საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. საკმაოდ საინტერესოა ერთი ადამიანი უნდა გამოვყოთ, რომელიც ალბათ ინდოეთის გეოპოლიტიკის შეხედულების ფუნდამენტად უნდა მივიჩნიოთ, ეს არის მე-4 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე ჩანაკია და მისი შეხედულებები, მაქს ვებერი მას მიიჩნევდა ადრეული ხანის რადიკალ მაკიაველად და მისი რეალპოლიტიკური შეხედულებები რადიკალურად იმიტომაც უფრო მკვეთრი ხასიათს იმიტომ ატარებდა, რომ თუ მაგალითად მაკიაველის ნაშრომებში ჩვენ ვნახავთ, რომ რეალპოლიტიკა არის უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობა და გამოუვალი მდგომარეობისგან გამომდინარე, რადგანაც მაკიაველი მინატრის ხოლმე კარგ დროს, სადაც მორალი უფრო მეტად დაფასებულია პოლიტიკურ ურთიერთობებში, ვიდრე ის რეალპოლიტიკური ქმედებები, რომელიც ალბათ დასაბამიდან დღემდე აქტუალურია ხოლმე პოლიტიკურ თამაშებში. ამ შემთხვევაში ჩანაკია მას მოცემულობა დაღიქვავს, რაც ინდოელების სოფლმხედველობაზეც მიანიშნებს, ისინი არიან მორჩილები გარემო პირობებისა და არ იწყებენ ფიქრს იმის შესახებ თუ და არ ვარდებიან ეგრეთ წოდებულ დრამაში უბრალოდ. რაც აიძულებს მათ, რომ ადაპტაცია მოახდინონ მოცემულობაზე და დაიწყონ მათთვის სასიკეთო მომავლის შენებლობა ნელ-ნელა ეტაპ-ეტაპ, რაც ადრე თუ გვიან კონკრეტულ შედეგს მიაღწევინებდა ხოლმე. ინდოეთი თავის ისტორიის მანძილზე სულ რამოდენიმეჯერ იყო გაერთიანებული, მე-7 საუკუნეში იმდენად დაიშალა, რომ მერე უკვე არაბების, მონღოლების, მათ შორის სპარსელების გავლენის სფეროდ იქცა ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე საუბარი და ადგილობრივი შიდა სამთავროები ხშირად ერთმანეთში ქიშფობდნენ და მოკლედ დიდი ეთნო-კულტურული დაპირისპირების ეპიცენტრი იყო ზოგადად ეს სუბკონტინენტი. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ცდილობდა მოეხდინა ლავირება ცივი ომის პერიოდში ორ უძლიერეს პოლიტიკურ პოლუსებს შორის ინდოეთმა, ეს იყო საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატები და ლეგენდალური პრემიერი ინდოეთისა ჯავაჰარლალ ნერუ, რომელმაც ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ეგრეთ წოდებული მიუხრობლობის მოძრაობისა. ნერუს პოლიტიკური იდეოლოგია
დღესაც ინდოეთის პოლიტიკური იდეოლოგიის ქვაკუთხედად მიიჩნევა. ის ცდილობდა არ გაიღიზიანებინა ზედმეტად არც შეერთებული შტატები და არც საბჭოთა კავშირი, მაგალითად თუ საბჭოთა კავშირთან აქტიური პოლიტიკური კავშირი ჰქონდა, მაგალითად შეიარაღების მხრივ ამერიკელებთან ცდილობდა ეკონომიკური სარგებელი მიიღო, გაეხსნა ბაზარი მათთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ის რომ რამოდენიმეჯერ დასავლეთმა ინდოეთს მოთხოვა აქტიური პოლიტიკური კურსის დაფიქსირება და პარალელების გავლენა შეიძლება თანამედროვეობასთან ჩვენთან მიმართებით, როდესაც დადგა მაგალითად 1957 და 62 წლებში ეს იყო ბერლინის ბლოკადის პოლიტიკური კრიზისი, მაშინ ნერუმ ესეთი დიპლომატიური მესიჯი გადასცა ამერიკელებს, რომ ის არ აპირებდა საბჭოელების გაღიზიანებას, რადგანაც ეს მისი არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი შეიძლება და ყოფილიყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის გვერდში მყოფი ჩინეთი იმ პერიოდში კომუნისტური ბლოკის წევრად განიხილებოდა და ნერუმ მოკლედ ეს ამერიკული წინადადება დაბლოკა და შესეთი მესიჯი შეუთვალა, რომ თუ ამ შეერთებული შტატები არ აღიარებს ინდოეთის პოლიტიკურ ინტერესებს, მაშინ ინდოეთს მოუწევს სხვა მოკავშირეების პოვნა. რა თქმა უნდა, ამერიკელები მიხვდნენ და დასავლეთის მიხვდა ინდოეთის გაანალიზეს ინდოეთის წონა სოფლიო პოლიტიკაში და შესაბამისად დაჰყვნენ ნერუს ამ მოთხოვნას, თუმცა წნეხი მაშინაც დიდი იყო და შემდეგშიც გრძელდებოდა. საინტერესო სიტყვა წარმოთქვა ნერუმ 1955 წელს ინდონეზიაში და შევეცდებით ციტირება მოვახდინო, იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად აქტუალურია ზოგადად გეოპოლიტიკის გაგებაში, როგორც თანამედროვეობაში, ასევე ალბათ საზოგადოდ. თუ ჩვენ აზიისა და აფრიკის ქვეყნებს სხვა მკაფიო პოზიცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, პროკომუნისტური ვიქნებით თუ ანტიკომუნისტური. თუ იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩვენი სულიერი ლიდერები, ვინც მსოფლიოს რელიგიები და კიდევ სხვა ბევრი რამ ვაჩუქეთ, რომელიმე ჯგუფს უნდა მოვერგოთ. ამა თუ იმ პარტიის დანამატი უნდა გავხდეთ. მათი სურვილები ვასრულებთ და მხოლოდ ხანდახან მოგვეცემა ჩვენი იდეის გახმაურების საშუალება. ნებისმიერი საკუთარი თავის პატივისცემელი ხალხისა და ერისათვის ეს მეტად დამამცირებელია. შესაბამისად ეს კარგად მეტყველებს ზოგადად ინდოეთის პოზიციაზე. ინდოეთი მკაცრად აღიქვამდა ამ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის დაფიქსირების წნეხს, რადგან ისლობდა საკუთარი პოლიტიკური იდენტობა იპოვა თან ახლად განთავისუფლებული ბრიტანული იმპერიისაგან, მაინც ასე თუ ისე მაინც პოსტკოლონიალური სახელმწიფო გახდა მაშინ ინდოეთი და შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო არა რაღაც საერთაშორისო პოლიტიკურ ქაოსში მიიღა მონაწილეობა, მიუხედავად იმ უდიდესი რესურსისა, რაც ინდოეთს ჰქონდა, არამედ ქვეყნის შიგნით მოიხდინა საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ეს პოზიცია ძალიან გავს მონროს დოქტრინას, ცნობილი დოქტრინა, რომელიც ამერიკელებმა შეიმუშავეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ მათ უარი თქვეს ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაში მონაწილეობაზე, საუბარია 19 საუკუნის პერიოდზე და ამ ფონზე შესაბამისად სხვებს აუგრძალეს სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს ამერიკის კონტინენტზე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, რაღაცნაირად თავიანთი თავი გამოაცხადეს ამერიკული კონტინენტის პატრონატს, ამაგიოდ ისინი არ ჩაერეოდნენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არც ამ საერთაშორისო პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელიც იმ პერიოდში იყო აქტუალური განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ეს მონროს დოქტრინის ერთგვარი ინდური ვარიანტი გახლდათ, რადგან ინდოეთს საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა თავის მოსახლეობასთან, იმიტომ რომ ამ მიუხედავად ამ მიუხრობლობის მოძრაობისა, მე-20 საუკუნეში ინდოეთმა არაერთი ომი გამოიარა, მათ შორის ჩინეთთან, პაკისტანთან. ყოთა შორის 1971 წელს პაკისტანთან დაპირისპირების შედეგად, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირმა, იმიტომ რომ იარაღის მიწოდება და პოლიტიკური ხალხჭერა გამოუცხადა მაშინ ინდოეთს, რეალობაში გაიყო პაკისტანი ორ სახელმწიფოდ, ეს არის პაკისტანი და ბანგლადეში და ამით მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინდოეთის პოლიტიკური პოზიციები აღმოსავლეთში და ზოგადად ინდოეთის კონტინენტზე. თუმცა ეს დაპირისპირება დღესაც აქტუალურია და ჩვენ რამოდენიმე
თვის წინაც ვიხილეთ ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირება. მithumetes უნდა სახიფათოა იქნება გამომდინარე რომ ორივე ბირთვული სახელმწიფოა და ორივე საკმაოდ ძლავრი შეიარაღებული ძალები ყავს და ცდილობენ ორივე რომ ეს ბირთვული პოტენციალი მაქსიმალურ დონეზე გააძლიერონ. თუმცა საბედნიეროდ ეს კონფლიქტი დღესდღეობით მშვიდობიან დასრულდა, მაგრამ მომავალი ამ მიმართულებით საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან არსებობს კონფლიქტური ზონები, მათ შორის არსებობს ინტერესთა კვეთა, რაც საომაროდ არ გამორიცხავს მათ შორის არც ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას. საბჭოთა კავშირის უკვე დაშლის შემდგომ ინდოეთმა დაიწყო მცირე დივერსიფიკაცია საგარეო პოლიტიკური კურსისა, თუმცა ძირითადი კონტურები შეინარჩუნა. მაინც უფრო აქტიურად ღია გახდა კაპიტალისტური ბაზართან მიმართებით, რადგანაც თვითონაც მოახდინა ეკონომიკური რეფორმები და ეცადა რომ კაპიტალისტურ ბაზარზე მოეპოვებინა წვდომას და ასევე თავის ინდოეთში შემოეშვა საერთაშორისო კომპანიები, თუმცა მაინც უფრო მეტად ნაციონალისტურად უყურებს ამ ეკონომიკური ბაზრის განვითარებას და ცდილობს ინდური კომპანიების დომინირებას შეუწყოს ხელი. ბაზარი საკმაოდ დიდია ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, ინდოეთი უკვე არა საბჭოთა კავშირთან, არამედ უკვე რუსეთის ფედერაციასთან დაიწყო პოლიტიკური დიალოგის პროცესი და დაახლოებით 60-70% ინდოეთის შეიარაღებისა მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ამ შემთხვევაში არის რუსეთი დღემდე სხვათა შორის და მოკლედ ამ შეიარაღების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთმა შეინარჩუნა ეს პოლიტიკური ლავირების უნარი 21 საუკუნის აი ამ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ფონზეც საკმაოდ დიდი იყო პოლიტიკური წნეხი, აი ზუსტად დაახლოებით იგივე რაც 1960-იან წლებში ნერუს მაგალითზე და ბერლინის ბლოკადის მაგალითზე, თუმცა აქაც არცეთ გაეროს არცეთ რეზოლუციაში არ დააფიქსირა ან ანტირუსული, ან პრორუსული პოზიცია, მის თავს იკავებდა მუდმივად და ცდილობდა ნეიტრალური პოლიტიკური აქტორი ყოფილიყო ამ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესა დასავლურმა ბაზარმა, ისინი სწორედ ინდოეთის გავლით ყიდულობდნენ რუსულ ენერგორესურსებს და ამ პროცესში საკმაოდ დიდი ეკონომიკური სარგებელი ნახა ინდოეთმა. ის ყიდულობდა საკმაოდ იაფად რუსულ ენერგორესურსებს და შემდეგ უკვე ყიდიდა მას ეკონომიკური მოგებით დასავლეთზე. მართალია, რომ ინდოეთი ძალთა ბალანსის სისტემაში ცდილობს შუამავალი რგოლის ფუნქცია შეასრულოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ბოლონდროინდელ მოვლენებს, ჩვენ შეგიძლია დავინახოთ მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების მნიშვნელოვანი კონტურები. ქვეყანა თანდათან შორდება დასავლელ პარტნიორებს და უფრო მეტად ეფუძნება ბრიქსის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ახალ ძალთა ბალანსს. ტრამპის ადმინისტრაციასთან გამწვავებული ტარიფების ზომი ამ პროცესის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ტრამპის მიერ 2025 წლის აგვისტოში ინდოეთისათვის დაწესებული მაღალი ტარიფები აღიქვება არა მხოლოდ როგორც სავაჭრო კონფლიქტი, არამედ როგორც სტრატეგიული ზეწოლა. ამერიკული მოთხოვნები ინდოეთის აგროსექტორის გახსნისა და რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შეზღუდვის შესახებ ნიუ-დელის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ინდოეთი, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, არაპირებს დათმობაზე წასვლას ვაშინგტონის ასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ტარიფების ზომის პროცესში ჩინეთმა ინდოეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. მიუხედავად ორ ქვეყანას შორის წარსულში არსებული კონფლიქტებისა, ისინი ცდილობენ დღეს თანამშრომლობის ახალი სივრცეები გახსნან. ამ ფონზე დიდი მნიშვნელობას იძენს ბრიქსის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გლობალური სამხრეთის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ინდოეთს საინტერესო პოზიცია უჭირავს ასევე ისრაელ-ირანთან მიმართებით. ისრაელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკის იმპორტიორია ინდოეთში, თუმცა ამ შემთხვევაში ირანი და ინდოეთის გეოპოლიტიკური მიზნები თანხვედრაშია. თანხვედრაში იქნება გამოდიერი, რომ ირანი ცდილობს
ინდოეთის ოკეანეზე გასვლას, ხოლო ინდოეთი ცდილობს ირანის სატრანზიტო მარშრუტის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აქტიურად თანამშრომლობენ ასევე ენერგორესურსების მხრივ. საკმაოდ დიდი, ასე იგი, გაზის წარმოებელია ირანი, როგორც ვიცი, და ინდოეთი ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველია მიუხედავად სანქციებისა ირანული ენერგორესურსების. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ინდოეთი კოლონიების პერიოდში არსებულ გეოპოლიტიკური ფუნქციის მატარებელია, ანუ ის ამ შემთხვევაში ახდენს ჩინეთის შეკავებას რეგიონში და კონკურენციას უწევს ინდოეთის ოკეანეზე, ინარჩუნებს ინდოეთის ოკეანეზე საკუთარ დომინანტობას და ამით სხვა პოლიტიკურ მოთამაშეების ლავირების საშუალებას უკლავს, ასევე აძლიერებს თანამშრომლობს და დასავლეთთან და განსაკუთრებით ბრიტანეთთან. მიუხედავად ამისა, ინდოეთს თავისი გეოპოლიტიკური მიზნებიც გააჩნია და 2023 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთმა თავის ქვეყნების გარეთ გაყიდა თავისი სამხედრო ტექნიკა და მიყიდა ის სომხეთს და შემოვიდა პირველად სომხეთში და კავკასიის რეგიონში ინდოეთი როგორც ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე. საინტერესოა ის, რომ ინდოეთი ცდილობს ჯავაჰარის პორტის მშენებლობას და ამით აძლიერებს ახალ გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტრანზიტულ გზას, რომელიც ითვალისწინებს ინდოეთისა და ინდოეთისგან მომდინარე ტვირთების გატარებას ირანის გავლით შემდეგ უკვე კავკასიაში და კავკასიიდან უკვე ევროპასა და რუსეთში. ამ შემთხვევაში უკვე კავკასია იძენს კიდევ უფრო მეტ დამატებით გეოპოლიტიკურ ფუნქციას. რეგიონში შემოდის ახალი მოთამაშე, ეს არის ინდოეთი. რეგიონში უკვე შემოსულია ასევე ინდოეთის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩინეთი და შესაბამისად რაღაცნაირად ინტერესთა კვეთის გეოსტრატეგიულ სივრცედ ყალიბდება კავკასია. ამას ემატება ისიც, რომ შეერთებულ შტატებს გაცხადებული აქვს შეთავაზება, რომ ზანგეზურის შუამავალი იყოს და ამით რაღაცნაირად კონტროლი იქონიოს კავკასიის როგორც ტრანზიტული ფუნქციის მქონე სივრცეზე და არ გამოეთიშოს იმ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებს, რომელიც ნაწილით შეიძლება კავკასია გახდეს. ერთი შეხედვით საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი 21 საუკუნეში ამ ახალი მსოფლიო პოლიტიკის დღესასწაულის ფორმირებაში, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში იძენენ შეიძლება თქვათ, რომ საკვანძო მნიშვნელობის მქონე ტერიტორიული სივრცის სტატუსს, სადაც ახალი სატრანზიტო მონაკვეთები და ახალი გეოპოლიტიკური ინტერესები უნდა გავრცელდეს და დამკვიდრდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ზუსტად განსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური იდენტობა და ზუსტად დავინახოთ ის სარგებელი თუ საფრთხეები, რომელიც ამა თუ იმ წინადადების უკან შეიძლება იდგეს. იქნება ეს ამერიკული გეგმა მათი მიერ ზანგეზურის მონაკვეთის ფლობისა, იქნება ეს ინდოეთის პროექტი, რომ სომხეთის გავლით და საქართველოს გავლით ტვირთები გაიტანოს ევროპაში და ასევე შემოიტანოს, თუ ეს იქნება აბრეშუმის გზის მონაკვეთი, ჩინური პროექტი. ყოველ შემთხვევაში ის, რომ საქართველოში აუდიტორია და ჩვენი საზოგადოების ყურადღება დღეს სამწუხაროდ მიპყრობილია სხვა მიმართულებით და ისტერიაში ვართ რაღაცნაირად, რომ ქვეყანა გადასარჩენია, ჩვენ შეიძლება მხედველობის მიღმა დარჩეს ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები და როდესაც დრო მოვა იმისა, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილებით სასარგებლოდ მოგვიწევს მოქმედება, შესაძლოა მოუმზადებლებიც კი ვიყოთ და ამით არა მხოლოდ ხელიდან გაუშვათ შანსი ან კიდევ უარესი რაღაცა ცუდი და ავის მომასწავლებელი საფრთხების წინაშე დავდგეთ, არამედ თაობებს და ჩვენ ქვეყნის მომავალს არასწორად გადაუწყვიტოთ მისი პოლიტიკური ბედი.